საპატიმროდან წერილს აქვეყნებს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი გრძნობს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ ლელო გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ მის წინააღმდეგ. ის მიმართავს ყველას გაერთიანონ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ხაზარაძის განცხადებით სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა მათთან სატელევიზიო ბრიფინგებით გადაწყვიტა კომუნიკაცია, რომელსაც დაუფარავად პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახდა. თუმცა მამუკა ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ ვერანაირი მსგავსი ზეწოლა კამპანია მათ გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს. ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა. ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები, ამბობს ხაზარაძე და წერილში ოპოზიციას გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა ოცნების უფრო გაძლიერებისა. ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი. თქვენი მამუკა ხაზარაძე საკანი 208 წერს ლელოს ლიდერი გამოქვეყნებულ წერილში.